გამარჯობა, მე მარმიხელიძე ვარ და ამ მომენტში მატარებლით მივდივარ ზესტაფონისკენ, რომ ზემო იმერეთის სოფლები მოვიარო. დილამშვიდობისა. ახლა ვარ ზესტაფონში და დღეს ვაპირებ ვიდეოს ჩაწერას. ამ ვიდეოს მიზანია ის, რომ გაჩვენოთ, რომ ველოსიპედით რამდენი ცა უნდა იარო. საქართველოს არის ამოუწურავი, იმიტომ რომ მე მაგალითად დაახლოებით 2018 წლიდან მოგზაურობ საქართველოში ველოსიპედით და კიდევ არის ბევრი ადგილი, სადაც არ ვყოფილვარ და თან ბევრი ლამაზი ადგილი. ახლა მისვია მზისგან დამცავი კრემი და ველოდები რომ იყოს მზიანი ამინდი. აი აქ. მაგონდა გამწეს. მოვედით ჭიათურის მუნიციპალიტეტში მე და ჩემი ველო. და ახლა დავიწყებთ სოფლების დათვლას, რამდენს გავივლი დღის განმავლობაში არის 25 წუთი 12-ის. ეს ბაზარინა სოფელი არის ჯოყოეთი. ძროხები ვერ მცნობენ და ეჭვით მიყურებენ. აუ რა კაი ტყეა. ერთი განსაკუთრებული რაც ველოსიპედის ტურის გადაღებას აქვს არის ის, რომ ამ დროს შენ ხარ მძღოლიც, ძრავიც, ოპერატორიც. იმ პატარა გზაზე უნდა გადავუხვიოთ წყვეტილები, რო ჩანს. ეს არის მთავარი გზა და გადავედით. ჯერჯერობით შვენიერი ბეტონია. ეხლა ტელეფონს შევინახავ, რომ არ დავილეწევ. და გაგიბრუნდებით კაცხიდან. ვიწრო და საკმაოდ ციცაბო გზა ჩამოდის აქ, მაგრამ ბეტონია და არის ეს მდინარე, რომელიც ასე მგონია, რომ აქაურებას ძალიან აგრილებს. კვლელი აღმართებია. და მე რო ამას ვამბობ, ესე იგი მართლა არის. კაცხში და აი იქ ჩანს კაცხის სვეტი. ხედავთ? აი ერთი უცნაურობა რაც აქვს იმერეთის სოფლებს, ზემო იმერეთის სოფლებს არის ის, რომ ძალიან მაღლა არ ადიხარ, მაგრამ სულ აღმართია ის, სულ აღმართი. კაცხის სვეტი არის აქედან 2.7 კილომეტრში. აი ხოიდა ის ნახო. შეჭამე აბამი. მაინცავდი. ალბათ ძროხების ბილიკია, რა ვიცი ხო რა უნდა იყოს. მაგრამ ძალიან სახალისო ამთავარია, რომ გავლადი იყოს ბოლომდე. რა კაი ქვიანი დაღმართია. ესეც ნავარძეთი. კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. სად არიან? გამარჯობა. აქსუს თავარი გზით გამივლია და რა ლამაზი ყოფილა ეს შიდა პატარა წვრილი გზა. ჭიათურაში მოვედით. ჭიათურავში ვინ მოგცა ველოსიპედისტი და საკარგავ. მოვდივარ ახლა ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაა, რომელიც ამოდის ჭიათურიდან სოფლებისკენ და თავი მგონია Last of Us-ის პერსონაჟი, რომელიც ამ ადგილებში, მიტოვებულ ადგილებში დადის. ყველაფერი გადამწვანებულია. ქუთაისელი ვარ, მაგრამ თბილისში ვცხოვრობ.
მარტო რატომ დაიარე? არ ვარ მარტო. ჩემ შეყვარებული არის მანქანით და ჭიათურაში რაღაცები უნდა იყიდოს და წამოვიდეს. შენგენ ნაცვალი. დაურეკე შეყვარებული. აქედან აი სადღაც ახალ აქედან არის 2 კილომეტრი. მენამი სადღაც. ძალიან შეყვარებული და მოგზაური და ან გადავხვდეთ და შეიძლება. მადლობა ძალიან დიდი, მაგრამ მინდა რომ დღეს ჩავიდე ზესტაფონში. ძალიან დიდი მადლობა. უფალი ფარავ. მშვიდობიანი გზა თქვენ. მოშენება და მომრავლება და მე მიყავს თქვენი ყველა. მადლობა დიდი, თქვენს ყველაფერი სიკეთე. კარგად. ეს არის ღულღუმელას ტბა. რაფერი ტყუილები მე ვიგონე, გეიგეთ. როგორც წყაროა ნახეთ, ესე გადმოდის კლდის ქვემოდან პირდაპირ მოჩქებს. ძალიან სიმყუდოა. აქ პიკნიკი. ჭიკჭიკი, ჭუკჭუკი. უკაცრიელ სოფლებში მოდიალი გრძელდება. ან მაგრადი მალებიან, ან რავი, არ არის. იმის შემოწმებაც კი არ შემიძლია, რომ ნამდვილად ცოცხალი ვარ. რავი, აბა. რამე დამამტკიცებელი ხომ მინდა, რომ ვიღაცას ვუთხრა რაღაც, ინა? ასახი გამზეს. აბა, სად არის? უკვეთი მთელი თავისი დიდებული. ეს არის ქარის მზესუმზირა. ქარი უბერავს და მზესუმზირა ტრიალებს. გამარჯობა. ინდორი. ძალიან საყვარელ ბებუებს და ბაბუებს ველაპარაკეთ. ერთ ბებუს და ორ ბაბუას ველაპარაკე და ძალიან საყვარლები იყვნენ. უბრალოდ ესე რომ რაღაცა თკბილად მელაპარაკებიან. მერიდება ხოლმე კამერის ჩართვა. ხო და რაღაცნაირად ისე გელაპარაკებიან. გათბობს. ძალიან კაი იყო. მაგათთან გამოსაუბრება. ისე მარტოს არ გეშინიაო და მეთქი აქ რა არის აშიში. კაცი არ დადის თქო და ხო ისე მარტელი ხარ. დაიცალა სოფელიო და ესე საყვარელად ისხდნენ იქ იმ ქალს ლამაზი ძველებური საყურეები ეკეთა. ხო და მომერი და გადაღება თორე კი იყო გადასაღები კადრი. სოფელი გეზრული. და რატომ არა გეზსაჭე? ესეთი საყვარელი ოთახია გეზრულში. ჩაის სახლში ეზოც ძალიან კაი აქვთ. ესეთი ახმარება ხო არ გინდა? არა, მადლობა, ცოტა დასაბერია და მადლობა. ელექტროისმა. მადლობა. ისიც მეშინია ხომი არის ის, რომ ეს წვრილი თავი რო აქცეთ, ეგ არ მოუტეხო შემთხვევით, იმიტომ რომ მქონი ეგეთ შემთხვევა მომიტეხავს და მე უეჭველად გიწევს კამერის გამოსვლა. ეს ტყე ძალიან მაგარია. აი ესეთი ლამაზი გზა მიდის. რაც ახლა უნდა გავიარო. ძალიან მაგარია. მერე. ხოდა, რა უნდა მეთქვა? როცა ერთი გზის დასატესად მივდივარ ხოლმე კომოზე რო პოულობ. კომოდი არის აპლიკაცია, სადაც შეგიძლია რომ შეადგინო სალაშქრო და ველო მარშრუტები. მე აღმოვაჩენ ხოლმე რომ რეალურად ბევრად მეტი მარშრუტია, რაც გასავლელი მაქვს იმ ერთის გარდა, რომელიც დავგეგმე. მე რო ვიძახი ხოლმე საქართველოში
საქართველოს ველოსიპედისტვის იდეალური ადგილია და მოუწურავია თქო ამის ჩვენება მინდა. იმდენნაირი მარშრუტის მოწყობა შეიძლება. რა თქმა უნდა, სამთო ველოსიპედით, იმიტომ რომ საგზატკეცილოსთვის ჯერ ადრეა ჩვენთან. ველო ქვეყანა ვართ, ხალხიც რო ველოსით ადიოდეს. შორაპანი ესეთი რო არის ისოდი. შეგით პატარა ვიწრო ქუჩა. მაგარი ხმაურია. გამარჯობა. Hello. ეს გზა ესე ზემოდან უვლის თურმე ავტობანს. რატომღაც ამ გზაზე არ აღმოჩენილ ვარ არასდროს. ის არ აქვს სამოსაზები. არა, სამთო ველოსიპედებს არ აქვს. ამძიმებს ტყუილად. გამარჯობა. ცურო ვიდეო შეწერას, მაგრამ მეგდება. ა? ხო. ველოც უფრო მარტივია. თან ეხა ამ ველოსიპედით ვშილობ ხოლმე, რომ ისეთ გზებზე ვიარო, სადაც მანქანები თითქმის არ არის. ცოტა, ხო, გუშინ მარტო ჭიათურაში შემხვდა მანქანები, დანარჩენი გზა, რა ვიცი, ისეთი სოფლებით ვიარე, არავინ არ იყო. ცად? კი. ჭიათურაში ჩავედ. ხო, და მე წამოვედი რაღაც ცხუკვეთი და თვალუეთი და მაგ სოფლებით. ხო. და გეზრულში დავრჩი. არა, მანდაეთში არ გამივლია ეხლა. ადრე ვარ ნამყოფი მათ ბევრჯერ. მაგარი გოა, მაგარი. დაუჯახებული ვარ. კი. შვილი. მიგება, სოლელი გა. სადაც გევიო. მადლობა. მე ოჯახი შეიშვილი. ვილები. პროსაგებელება. მერთან მალე. აიძულე. იმ სიხარულის გადმოცემა და შეგრძნების, რაც აქსიარულს ახლავს თან, ჩემი აზრით სიტყვებით შეუძლებელია და უბრალოდ უნდა გამოცადო. ყველაფერი ძალიან მეზარება ეგეთი დღეა და ამჯერა რომ იმერეთში ვარ ყველაზე ლამაზ სეზონზე გაზაფხულზე და ჩემი мотиваცია არის აი აქ. თბილისში მაგრად ცხელა ამასობაში. მომავალ შეხვედრამდე რა თემაზე ისურვებთ ვიდეოს, მომწერეთ. მე მაქვს ჩემი გეგმები, მაგრამ ვეცდები რომ გავითვალისწინო.